ეს ადგილი მოგეხსენებათ, რომ უძველესი დასახლებული ადგილია ჩვენს ქვეყანაში და ულამაზესი სახელი აქვს. ამ სახელს დაედება თავისი პასი. თამარ მეფიდან მოდის თქვენი სახელი, ერეფლის სარო. так, ყოველთვის იყო აღორძინებული სოფლის მეურნეობა დასაბამიდან და რაღაც დროს თქვენს კუთხეს, თქვენს ხარეს ქვეყნის ბეღელსაც ეძახდნენ. ისეთი აღორძინებული მეურნეობა ქონდა თქვენ სოფლის მეურნეობა. დღეს მე კარგად ვიცი რაც ხდება აქ. ხდება დაახლოებით იგივე რაც თელ საქართველოში, რომ ჩამკვდარია სოფელი, დაცლილი ახალგაზრდობისგან და წელში გაწყვეტილი გლეხი ვერ ახერხებს დღეს არათუ ჭარბი მოსავლის მოყვანას, საკუთარი თავის ჩენაც კი გაუჭირდა. ჩვენი პრიორიტეტი იქნება, როდესაც ხელისუფლება შემოვართ, პირველ რიგში გამმართოთ სოფელი. პრიორიტეტებში შედის ამავდროულად განათლება და ჯანდაცვა. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა გამმართოთ სოფელი. ჩვენ გვაქვს კარგად გაწერილი პროგრამები და მოსვლის დღიდან პირველივე პროგრამა იქნება, როგორ გახდეს საფერმო მეურნეობა პოპულარული. აუცილებელია, რომ ფერმერს, გლეხს დასაწყისში, რომელიც უნდა გადაიქცეს ფერმერად და უნდა გახდეს ეს შრომა პოპულარული, აუცილებლად შეიძლება ხანგრძლივადიანი ფული, უპროცენტო, რომლის საშუალებითაც ან უნდა შეიძილოს ძირითადი საშუალებები, მოგეხსენებათ, რაც შეიძლება სოფელს რომ და ფერმერს რომ მან შეძლოს ნორმალური წარმოება. პირველ ეტაპზე აუცილებლად დაჭირდება დახმარება კარგი თესლებით, ჯიშიანი თესლებით, რაშიც ჩვენ უკვე გამოცდილება გვაქვს და რამდენი წელიწადია ვცდილობთ საუკეთესო თესლების გამოყვანას. დაჭირდება სასუქი და სხვა ტიპის დახმარება და აუცილებელი იქნება, რა თქმა უნდა, გამოძებნოთ ბაზრის საშუალება, რათა ჭარბი პროდუქციის გაყიდვის და გასაღების საშუალება იყოს იოლი. აი ამ უხდით, აი ამ შეგნებით და ილიას დიდი სიბრძნით მე თქვენთან ერთად ვარ, ჩვენ ერთად ამ დიდ ძალას ვერავინ ვერ გაგვთეხავს, ვერავინ ვერ მოგვერება, დინჯად, გახურად, ცოტაც მოვითმინოთ და მე გვპირდებით, რომ ჩვენ რეალურად ავიხდენთ ქართულ ოცნებას. ჩვენ რეალურად ავაშენებთ ბედნიერს საქართველოს. ვისაც გული უცემს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას უნდა ჩვენ გვერდზე მოსვლა. აქვე მინდა აღნიშნოთ 30 საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ჩვენ ქართველები ყოველთვის ვამაყობდით თავისუფლებით, ყოველთვის ვიბრძოდით და არასოდეს არ ვიყავით დამონებული. ვერც ერთი მტერი, ვერც ერთი დამპყრობელი ვერ მტერმა ვერ შეძლო ჩვენთვის თავისუფლების წარდგენა. და მე ვამაყობ, რომ ვარ დღეს ქართველი და ვდგევარ აქ თქვენ წინაშე, ქიზიყელების წინაშე, ჩემი რაიონის წინაშე. რა არის ეს ქართული ოცნება? ეს არის ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი საქართველო. სადაც ცხოვრობენ თავისუფალი მოქალაქეები. მანქანა, რომელიც საპილისებრი მონოლიტი დგას ყოველთვის ჩვენი ომისთან ახლოს დამოუკიდებელი ნებით და შეუძლებელი კვალიტეტი ჩასწო კამერა უჭირავს და ჩვენთან მოუწოდებს აფიქსირებს. დგას საკუთარი შეუძლებელი მაგალითად ჯიპი დინოლოსდაცხრა რომელიც ახორციელებდა იგივე ქმედებებს ყველას იღებენ და დაფიქსირებულ კონსოლიდაციით თვითონის გალაკაში რომელიც შექმნილია ნაციონალურ მრავლობაში და ეთყობა იქ გადაცემა. ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ დიხანია უკვე რამდენიმე კვირა აგახართ მუდმივად და უთვალთვალებთ. რატომ არა? უნივერსიტეტთან ახსოვს ვაკეთებ. უბრალოდ თავის და გავიდა აკაუნტი და აკაუნტი ფონდს.
გელა ხარკაშვილო და სად მუშაობთ? რეალტივის ოპერატორი ვარ. დედოფლის რაიონში. ჟურნალისტი ყავთ? ეხლა არ არის აქ? ეხლა არ არის. იღებთ საერთოდ რამე თქვენი მასალები გადის ტელევიზიის ეთერში? რამე შეგიძლიათ ამ მასალებს კონკრეტულად რაც გავიტანეთ ეთერში? და თუ ისე გიხართ მაშინ კამერა რატომ გაქვთ თან? თუ ერთობ უბრალოდ. კამერა მაქვს ყოველ შემთხვევაში ოპერატორი ვარ და ალბათ უნდა მქონდეს კამერა. მე დაიწყო სასამართლო პრეზიდენტის გესაულიშვილი, დამას თამაზაშვილი, რომელიც პირველი მსხვერპლი იყო ხელისუფლების, რომელიც არის პოლიტიკური პარტნიორი. დაი გაუგებია ნიშან შეუბერა, შეუბერე. სულგან უბრუნდება ყველაფერი და სულგან შეძება. ჩვენ დიდა გავაკეთე ჩამოყალიბეთ რაკეტე ჩვენ და რაც გავაკეთეთ. არც დაგვავიწყეთ, თუმცა ესეც გავანალიზოთ რუსეთին, როდესაც ცესკოს შენობაში შეიკრიბნენ, უნდა მედიაციის საკითხად არჩევნებზე გასვლება. რაღაც ნაწილი შეზღუდეს, მაგრამ ეს ჩვენ არაფერს არ გავაკეთეთ. აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ვარ, მაგარი მობილიზაცია გვაქვს. ვერაფერს ვერ გავუყალიბებთ. ლექციებს ვერ მოიყარავენ, იცოდეთ ძალიან კარგი მობილიზაცია. ძალიან დიდი სიხარული გელის იცოდეთ და ეს სიხარული არ იქნება ერთდღიანი. დაიწყება ჭეშმარიტად საქართველოს აღორძინება. ჩემთვის არის ბედნიერი დღე, იმიტომ რომ ვიმყოფებ ჩემს რაიონში, ჩემს მშობლიურ მიწა-წყალზე. თქვენ ნახავთ რამდენი ხალხი აქ და უყურებთ, რომ საზოგადოებაში რეალურად ჯიში უკვე აღარ არსებობს. საქართველოს მოსახლეობამ რეალურად ნახა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების რეალური სახე. ამიტომ ამ ხალხს ამ პროცესს ვერავინ ვეღარ შეარჩევს.